წილე ვარ ჩემოსაყვარელო, უცებ მივხვდი ხარ, რასაც მეკითხები, პირველ მეორესაც, მესამესაც გეტყვი. მე ვარ 8 კი არა, 4, 5, 6, 7, 8 რა. მთელი თბილისი რომ დავიწყეთ და რომ მიხდა ეხლა დანარჩენ რაიონებში რომ გავცელდა ხმა რომ იქ ამბავია და ჩამოვიდა და შემოგვემატა შემოგვდა. იქ რა იყო იცი ხა ბევრი ხალხი სულ იყო გესმის აი სულ და გადი და გამოდი მაგრამ ხა ლევან მასაძე ირინა გორგილაძე ის რა ქვია ეკამენებდე პირველ საშუალებები ხა ნუ ათენებდნენ ირაკლი აი თქვათ ხა აი რაღაცა ახალგაზრდები უფრო სუქვემოთ ხა აი პროსტა რა სტუდენტები ვიყავით უბრალოდ სტუდენტები და ეხა ირაკლი კაკაბაძე და დათო ტურაშვილი უკვე აი დათო ტურაშვილმა გული აი ამ ხუდონებზე და აი მან დედამამუქეს მართლა აი ამ ნერვიულობაში და ნუ დათო გამოდიო და გესმის სიტყვით და ის გული მოიკლა მაშინ რო არის ხელით სადრები. არა მე გიყვები ანუ ის ყველაფერი ჩვენ ვართ მონაწილეები. მე გამომაცხადეს რა თქმა უნდა პოლიტპატიმრად რა მიგავს ახლა პოლიტპატიმრად არ გადამრიო. არა ოღონდ აუცილებლად გავხდებოდი რომ მოეგოთ ნაციონალებს ან რო დავეჭერეთ მაგრამ მე ვიცოდი საიდან მივრბოდი. ცხენზე ვზივარ ისე რომ ვერ დამეწევა ვერავინ საერთოდ და რომელი სოფლიდან გადავდიოდი და რომელ ქვეყნიდან კიდე რომელში ზეპირად გზა და ვინ რომ ეს არ ხდებოდა რომ გავეტარებინეთ ყველაფერი ზეპირად ვიცოდი. გამეზარდაშვილს ყავდა ჩემი ქმარი დაბარებული და უთხრა აი სიტყვით ვამბობ ტრაკები დააყენეთ დედას მოგიტყნავთო. ამან უპასუხა რომ თქვენ ხო არ გონიათ რომ ჩვენ მართლა ყველა ავტომატი გადავყარეთ რო ამოვთხრით არსენალს აი მერე გვიყურეთო. ბოლო პასუხი ეგ იყო. აი ნაციონალებთან ჩემი შეხება. ვანოს უახლოესი მეგობარი რომელიც ბოლოს იყო რაღაც დეპარტამენტის რაღაც უფროსი. ვაჟა მე მგონი არ ვიცი არ მაინტერესებს ხა მაგათ გვარებს ვიმახსოვრებ რა. გუშინდელი ინციდენტი. არაფერი მივედით ადრე იცი რაღაცა ჩვენთვის ხო ხა 9 აპრილს და ტრაგედიით არ დაწყებულა ხო? ეს იყო დიდი დღესასწაული გესმის და მაგიტომ მოვყევი ეს აი დღესასწაული იყო მივიდე აი მე ზოგადად გამსახურდია რაღაცა ანუ ხები წინასწარ იქ 8 საათიდან დაიწყო ნაკალკი აი ტემპერატურის აწევა ყველაფრის იქ ის იყო რომ სასწაულის ზვიადი კოსტავა მე პატრიარქმა მოგვიწოდა ხები აი ჩემთვის ეს მძიმე დღე ცოტა ადრე იწყება და ვიღაცეებისთვის მათ პოლიტპატიმრები იქ ხო დგანან ხა ისე 15 დღეა. მე და ნინუკაც ვიყავით და თქვა მამუკა ბაკურია და კიდე ერთი 150 კაცი აი ესე Facebook-ით ნათქვამით რომ მოდი ჩვენ გავაკეთოთ საზოგადოება უბრალოდ საზოგადოება შევიკრიბოთ ხოლმე არანაირი ხა პარტიულები შეუძლიათ მოვიდნენ წავიდნენ მაგრამ პერმანენტული აქციები შაბათობით 2 საათზე გავაკეთოთ წინა შაბათს უკვე ვიყავით. და აი ხო იცი აი რაღაცა ჯერ მარტო ნაცნობების და ხა ეს ნაცნობები რო ეტყვიან რომ იქ მართლა არავინ არ იყო, იმიტომ აღარ შეგვილია ხა ის პარტია იმას შეუერთდა, იმ გამოუერთს და დედა ხა ამას რო ხმა მივცე ვის მიუერთდება, ისეც რომ მემეზიზღება და აღარ შემილია გესმის და არ სამთავრობელი იმის იმისია, ის იმისია და ზეპირად ვიცი ვინ ვისია და მე მით უმეტეს თელ დღე ვკითხულობ, ყველაფერს ვასწრებ. თან ხო ხტები ამ წერაში არ გვინდა არავინ არაფერი ერთი ჩვეულებრივი მანჩო გიორგი ნინგა ჩვენ ამ ხანაგებს უწევთ მოდი ხო არ შევიკრიბეთ 150 კაცი შევიკრიბეთ მოთხოვნა გასამართლდეს რეჟიმი აი ხა დავიწყებთ და დაიწყება პერმანენტული და აი მე ვნახოთ ვინ რამდენია და საზოგადოება ამ ქალაქში თუ არ არსებობს აი რომ მესმის ხოლმე ეს სამის რა არ გესმით თქვენ ეს სამოქალაქო საზოგადოება ვართ დაღლილები 18 წლიდან გამოვიარე არაფერს არ დავკლები ვარ დედა მომიკვდეს საშუალებაც მქონდა 7 ჯერ პარიზში ვარ ნამყოფი ამსტერდამები მოვლილი ამერიკაში ვიყავი 90-ში და 92-ში საქორწილოში პარიზში ვიყავი მოგზაურობაში და დალშე ბოლშე მე აღარ ჩამოვთვლი არა სხვა რამეს გიყვებ ვის უბედავენ სამოქალაქო საზოგადოება ვიყავით მივედით გუშინ წინ ძალიან მეწყინა იყო ცოტა ხალხი აი ძალიან ცოტა იმიტომ რომ ამ ბიჭებმა გამოაცხადეს და თქვენს 200 პოლიტპატიმრები ყავს
და იდგნენ მარტო ჩვენ რაღაც მიუერთეთ იმათთან ერთად ვიდექი და ვლაპარაკობთ ეხლა რომ აი ნაციონალები მოვლენ არ მოვლენ მე ვთხარი აი მოვლენ პოლიცია ისეთი მობილიზებულია თქო ერთი თორნიკე პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი სულხან მოლაშვილი ზმა ამბობდა რომ მოვლენ ალბათ შემოიძუძგებიან ან ჩვენ ამბობდით რომ უცებ გააკეთებენ ჯაჭვს რომ ჩვენ ვერ მოვასწრებთ რომ აღუდგეთ მათ პატივის მიგებას მემორიალისკენ გიყვები აი всё პირდაპირ კონკრეტიკაზე გადავედი და აი მართლაც ეხა თან სივა ქარია უბედურება დიდი ხანია უკვე 11-დან ჩვენი იქ ვარ და არც ვიცი რომელზე დაიწყო ამბავი დედამამიკვდეს და ეს რა გვია რაღაცა ხდებაო იმიტომ რომ აი იცი რა იყო აი მაგრამ მე ვიცი მე მინახავს მე გავლილი მაგ რაღაც მე ომები მაგრამ აი ვითომ ხო აი ესე ქაოტურად მიყრილ-მოყრილი პოლიციელები თან ისე ხა ძალიან წვირშიც რომ არ გეჩრებიან აი უცებ ისეთი კვადრატი სიმეტრიული კვადრატი მიჯრით გაკეთდა რომ მივხვდი რომ всё ეგ აი უცებ აი დრო ჩვენ ჯერ კიდე დანახული არ გქონდა ვინ მოვიდა და ვინ მოვიდა ახლა გადმოვეფინეთ ჩვენ ხო ცოტა შემაღლებულზე ვართ ამ შემთხვევაში ვინ მოვიდა რა საინტერესოა რაღაცა მანამდე ახლა ტელევიზიების მაპატიეთ რა ბავშვებს შენიშნას გეტყვით რა იმიტომ რომ იქ დგანან ეს ბიჭები აი ყველა აი მარტო ბანერები რო წაიკითხო ყველაფერი არის სამართლიანი ერთხელ სანამ ვინმე მოსულა მოდი შემოისერნე 9 აპრილის მონაწილეც არის თან ეგენი ყველა აბსოლუტურად ყველა თავის ისტორიას აღარ გვინდა ეს მარტო ზვიადიც ისიც მაგრამ რაც ხდებოდა დღესასწაული 9 აპრილამდე ესეც აჩვენეთ ადამიანების ცხოვრება და რა მოგვიტანა ამ ყველაფერმა და რას ვაკეთებდით ნუ აი ვუყურებ ტელევიზიებს და გადავირი ერთი და იგივე ყველაფერი ერთი იგივე ყოველ წელიწადს სიახლე დილის გადაცემა მაინც ჩაწეროს ადამიანები მონაწილეები 9 აპრილში და კაი ნუ ამ ბიჭებს ასა არამინ რაღაც იცი რა მაგარ ამბებს მოისმენდნენ ეხა ვინს რა წერტილში იდგა და ვინ საიდან რა მე იქ არ ვიყავი იმ წუთას არ მოვიტყუები მალხას გორგილაძე პატრიარქის თან 17 წლის გოგოები ახლა ყველა მშობელი მალხას ურეკავდა კეცხოველზე ცხობს ადით ზემოთო და გიყვებით ახლა ამოვიწიეთ წინ და მთელი კამერები მოყვება მელიას აი მთელი სკილებით არა მარტო კამერის გაშუქებებით აი სკილებით აი ესე მოდის Весь такой импозантный, шикарном пальто, да тави, аэсе, ам скилепши, ула алабис ეს მელოტი ხო არის, აი ანთია როგორც ლამპა, მთვარე, მაგრამ მთვარე ბევრად ლამაზია და აი ლამპა უნთია, ისეთი აი თან წაესვათ მაინც რაღაცა პუდრი რო არ ეპრიალა, აი პრიალებს და მაგიტო ვიცანი, დედა მომიკვდეს, აი ჩემი სახე, აი თვალები რო დამიმრგვალდა. რო დამიმრგვალდა თვალები და რო წამოვედი წინ და იცი რა შესაქმე რომ ამ ბიჭებს პოლიცია არ გამოატარებდა მე არიერგარდი მედგა უკან ისეთი რომ ის 20-იც რო ჯობია მაგათ 2000 მაგრამ პოლიცია უკვე ორმაგი მიჯრით დადგა უკვე აი ამ ძალიან იმის დროს უკვე მეორე მიჯრი აი მეორეც შეიკრა ზუსტად ეგეთივე სიმეტრიული აი მე მსგავსი ხაზი მალადეც პატრული რა მალადეც აი ესე უცებ ვითომაცაბაცა და ყველამ რო იცოდა სად უნდა დამდგარიყო რომ შეკრულიყო ეს ყველაფერი არა კარგად იქცეოდნენ ძალიან საყვარლად მართლა წესიერად ხო და ისა უბრალოდ მომეწონა ეს ლამაზი ხაზი იყო და აღნიშნე და მელია მოწეული ახტო და ეხლა მე გავდივა და პატრული აი ვერაფრით ვერ მიხვდა რომ აი ხა მე მოკლე იუბკაში ბატინკებზე ნასკები ბანტიანი მიკეთია ჭრელი პალტო ყვავილებიანი ჟურნალისტი ვგონი ვარ და გამატარეს ჩვევაჭ გაიცი გამატარეს და გავედი ანუ უკვე აღმოჩნდა ესე როგორც ან ცოტა კიდე წინ და კიბეზე ზემოდან ვარ და ყველა იღებდა ყველა მოჭრა ეგ ყველაფერი რა სიმართლე რო გითხრა ზემოდან აღმოჩნდი და აი ამ 2 მეტრიან ამბალს იქიდანაც ზემოდან დაუყურებ ღმერთმა ინება იზე მესიამონა კარგად მეთქი რა ყურში გამოჩდები თქო და ერთი კი გამკრა ჩემი ნარიად ეს ფენა მაიკები მე სხვადასხვა სიგრძის ცოტა იუმორით ყვები იმიტომ რომ ისეთი აღარ შემილია ნუ დავიღალი და ეს ალოგი და შეგათახსირებულო თქო არა უკვე გადამეკეტა რა ეთქი აი აქ როგორ ბედა მოსვლას
არა იცი უკვე რა დამეწყო აი სადაც გადამეპენტა იცი მე ხა ვამბობ განზოგადოებულად რა მე მე ყველა მთელი ჩემი თაობა აი 25 წელია ბრძოლაში მოვდივართ არაფერს დავკლებივართ და მე ვიბრძოდი მე მოვიპოვე ზვიად გამსახურდიას მე ვედექი დამცავად მე ვედექი გარშემო მე რო ამდენი ვიყავი იმიტომ მოასწრეს თორე ჩაკოლავდნენ კოსტავას ბათიაშვილს ყველას ჭანტურიას იქ ჩახოცავდი ჩვენ რო ამდენი ვიყავით ჩვენ დავიცანი იმათი გაყვანა გატანა ისევ ვინ მიდიოდა მაგრამ ნუ რაღა ჯგუფმა დაცვა მოახერხა და ჩვენ ყველაფერს შევეხალეთ და ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა იმ საზღვრებში რა საზღვრებიც თავის დროზე იყო დამტკიცებული და დღეს მთელმა მსოფლიომ ისის რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის სააკაშვილი რომელმაც საქართველოს 20% და ესა რა ქვია დაკარგა აი ხვდები აი ამ დროს უკვე აი როგორ მიმდის იცი კადრები რომ აი გიჟი ვარ აი უკვე გიჟი ვარ ის არის სოფლიოსთვის სააკაშვილი აღიქმება რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გმირის და ჩვენ ვინც დავშალეთ უკვე იმ ქართულს აღარ ვახსენებ ვინც დაიწყო ეგ მოლაპარაკება ედუარდ შევარდნაძემ რომ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა და დაშალა ეს ყველაფერი ხო ერთმანეთს დაემთხვა იქიდან ის იქ იმან ქნა აი ხვდები და სააკაშვილი იბრძვის და მოდის მელია ნაციონალური აი ამ ნაციონალური მოძრაობის რომელიც მეძახის რუსეთუმეს მე ვამბობ კიდე მე და ჩემნაირ ადამიანებს ვინც ვიცით რომ რუსეთს როცა ესეთი გაფთრებით ეჭიდავებით ჩვენ ხო გადავიტანეთ ეხლა ეს ხო წიგნებში არ წამიკითხავს ადამიანებო 4 ომი და 3 რევოლუცია გამოვიარე 25 წელიწადში 25-ში ხა რა გამოც სულ რო წაკითხული არაფერი არ მქონდა პროსტო ზეპირად ვიცი ყველაფერი და იცი ეს და გესმის და ვიცი რაც იქნება და ნუ შეეშვი რა ჩემ ლილი პუტინი და რაღაცებს და აი ესე რომ ბურძგლავდა ხოლმე თავიდან ბოლომდე იმიტომ რომ აი თან ისიც ხო ეგეთია რომ გადაგიხდის მელია ამ წუთას არ სააკაშვილი აღარ არის მელია არის დღეს ნაციონალური მოძრაობის პირველი პირი ის იყრის თბილისის მერობაზე კენჭს და არც ბედავენ ეხეთ ჩემ თემაზე არც მიმიძახებია დედა მომიკვდეს ის რომ ჩვენ დღესაც გვაქვს სასამართლო მელია იქ მართლა არ მიმიძახებია ეგ გადავკეტერო არ გამოსულიყო რომ მე პირადი ისამაკ რაღაცა მელია და გაზდელიანი რომელმაც მე ხელი დამარტყა ერთდროულად და მელიამ ბექამაზიაშვილს და ჩხუბი ესე დაიწყო და მე ამ ყველაფრის მე უბრალოდ ვითხოვ გრიგოლიას უნდა ესა რა ქვია რეიტინგები ხო ინგა გრიგოლია გიждდება აი მე და მელია დაგვსვას და გაზდელიანი და მამუკა ბაკური მე მამუკა ბაკურია და იქით მე აი არა ის ბავშვების დასვას და ჩვენ ბავშვებს დავსვამთ აქეთ ოღონდ არ დაუშლით იმას რა ქვია კონსტრუქციას ვიცი ხა გადაცემის ფორმატი როგორია და აი რეიტინგი მერე ნახოს 100 აი ნახოს აი ესე გადაეცით პირდაპირ რა არა ოღონდ პირობას გაძლევთ რომ იქ არ იქნება ეხა ჩხუბი მობი ეხა ხელი დაგვარტყეს ეხა ხო იცი აი როგორ მიბაზრებენ იცი რომ არა ფხიზლები თურმე მანჩო გიორგობიანი იაფარულობა დეგენერატყა ესე იგი დებილი ესე იგი თურმე თლად ის არის ჯუნა მიქატაძე იმიტომ რომ ჩხუბის დროს არ იყო მანჩო გიორგო და ჩვენებაში წერს ესა მანჩო გიორგობიანმა შემოიტანა უარყოფითი აურა რა აურა ჯუნა ხარ მიქატაძე და წავჩვენება დატოვა და წავიდა აი რა არის მითხარი მესმის სალაყაია ვანო და სადუნიშვილი ბოლომდე გვიყურებდნენ ჩხუბში არჩარეულან ბოლომდე გვიყურებდნენ იმიტომ რომ აი ბოლოს ყველა რომ გაქცეული იყო აი რომ გათვალებში გამოვშუაში პერსონალი გვეფარებოდა ბიჭებმა ხო აატენეს ეს კურდღლები ზემოთ უკვე იცი იქ რა მოხდა რომ აი ცხვირი მელიას ხო მოგვიშვეს ორი ზონდერი აი გესმის აი მე მოვყვები თუ დაგჭირდებათ ეხა აღარ გადავალ რა არა შენ გათახსირებულოდ ხო შენ მე პირადად მყავს ნიკანორ მელია 7 ნოემბრის დარბევის კადრებში პირადად მე ეს რომ გამოვდე Facebook-ზე დედა მომიკვდეს მე რაღაცა მომენტებში დამჭი გამქრალია ეხა არ ვიცი სადვე პირადად მყავს ნანახი იყო მელია როცა მე ეროვნული მოძრაობისთვის ვიბრძოდი კგბ-ს სკოლაში ჩააბარა
მელიამ ჩემს რაღაც 2 წლის პატარა არის მგონი თუ დიდი არ ვიცი რა რომელ წლია კგბ სკოლა უშიშროების სკოლა ჩვენ ყველა ანთებული რო ვიყავით საქართველოს და დღეს მელია არის თურმე პატრიოტი და მერი უნდა იყოს ჩემი თბილისის კარგით ხალხო იმით აი რა ყველაფერმა რატო გიკვირს აი ყველაფერმა ამან ეს ყველაფერი მე ხო მომეხარშა აი წამებში რომ გაგიჟებული რო ხარ არ ქონია რომ აი ყველაფერი გაგდის გამოგდის ჩემი დაღუპული ბიჭები ჩემი თაობა გამწყდარი მთელი თბილისი იბძოდა აფხაზეთში ოსეთში მოფენილია სასაფლაოები და აი მელია ეს კაცა აბრაზნა ეს ქათამი ეს უზრდელი ეს კრიმინალი გესმის და ბედავს არბია კლა ხოცა თავის ხალხი მემას ნუ 7 ნოემბერს დაასაკლავა და 21 ნოემბერს დაასისხლიანეს იქვე ჯერ არ შერცხვათ რომ ეს კადრები იყო ყველაფერი მე იქ ორი გამოჩნდა რაც მოკლედ პოლიციელი თავის მოკლული შეუგდეს მანქანას დააგდეს მე იცოდნენ რომ აგდია იმის თავზე ჯიხურის და ტანსი შმანცი და პრაზნიკი და ეს კრეტინი ქალები მაგათი ბომონძღი თუ რაღაცა დროშებს აქნევენ ამ ხელა თვალებით ტუჩები ზედ უფარავთ ყველაფერს და აი ეს არის თურმე საქართველოს გადაირევა ადამიანი და მოდის და აი ამ დაწყებული ეროვნული პირველი მოძრაობიდან აი სისხლი რო და აი ესე რო პაჭკა კადეტები ჯერ იქ ხო სასაფლაო იყო ჯერ იქ ხო ეკლესია იყო ჯერ იქ ხო წმინდა სისხლი ეროვნული მე ხო ამ ჩვენი ბავშვი ჩვენი 9 აპრილის სისხლი ასქია მანამდე ხო აი ეს რაც გვიქნეს 56-ში კიდე ცალკე იმიტომ რომ ეროვნული ლოზუნგები გაისმა სტალინის დაბადების დღეზე მოწოდებები და იმიტომ მოხდა ის და ეს თვითონ დარბია დახოცეს თან 14,000 გაუპატიურებულ ნაწამების ამოღებულია კადრი ესე იგი უკაცრავად ცოლები დაუპატიურეს ცოლებს ახთევინებდნენ კამერებში ზედ ეყენა ისინი ამას აჩვენებდნენ რომ ჩვენ ეს გადაღებული გვაქვს მისი ცოლი გაჭხრიკისას როგორ ტიტულდება და თვალწინ იმ კოშმარებს აჩვენ რომ მე შენ ახლა გაგიუპატიურებ ცოლს შვილს შენ თუ არ მომიწერ ხელს აი ეს ხალხი რომელმაც მოკლა გაუპატიურა მთელი ერი ის მეუბნება რომ რუსი არის ცუდი მე არ ვამბობ რომ რუსი ცუდი არა რუსი მონსტრია მაგრამ რუსმა ნუ აი რაც მოხდა ის ვასმოი პოლკი იყო ის ვასმოი პოლკი უპატრონო ბავშვებისგან ქონდათ ნუ აი რაღაცები მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო და აი ეს ადამიანი მთელი საქართველოს რო და აი და არ ვიცი ჩადეს მიწაში და ეს ადამიანი მოდის პატივის მისაგებად ხალხო როგორ არ მოუკალია ის მიკვირს გამაკავეს და გამაჩერეს მე ჭკუა აღარ მომიკითხებოდა